საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაციამ დღეს კვლევის შედეგები წარმოადგინა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ხაზს უსვამს არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოს დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები, ასევე განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. კვლევა მოიცავს 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე პერიოდს. დეტალურად კვლევის შესახებ კვლევის ერთ-ერთი ავტორი ლევან ნატროშვილი ისაუბროს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლევან. ბატონო ლევან, რამდენად ხშირია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თქვენი კვლევების მიხედვით? ჩვენი კვლევა მოიცავს 4 ტიპის კატეგორიებს, 4 ტიპის კატეგორიები, დარღვევის კატეგორიები დავაფიქსირეთ ჩვენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ეს ერთ-ერთი გავრცელებული კატეგორია ნამდვილად იყო. გარდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, ჩვენს კვლევაში მიმოხილული არის სახელმწიფო სამართლებრივი რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, ეს გულისხმობს კანონისწულებებს, არეგულირებული ორგანიზაციების, ორგანოების გადაწყვეტილებებს და მათქმედებებს, მათაც ვთქვათ შერჩევით ქმედებებს, ასევე ჩვენ გვქონდა ანგარიში გამოყოფილი ცალკე კატეგორიად ზეწოლები პოლიტიკური ნიშნით, რაც გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებებს, დაშინებებს, მუქარის ფაქტებს, ფიზიკურ ანგარიშს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის ხელშეშლას და ასე შემდეგ. მესამე კატეგორია სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, განსაკუთრებით ინსტიტუციური რესურსების გამოყენება, ანუ საჯარო მოხელეების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ, ასევე სახელმწიფო სატრანსპორტო საშუალებების ან ნებისმიერი სხვა ქონების გამოყენება უკანონოდ და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენ კვლევაში საუბარი გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზე. სწორედ აი ამ პერიოდში ოქტომბრიდან 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე. ვინად იქონიებს გავლენას აი წინასაარჩევნო ეს პროცესები არჩევნების შედეგებზე? ის დარღვევები, რომელზეც თქვენ წინასაარჩევნო წინასაარჩევნო პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად არჩევნებისთვის, არჩევნების დღისთვის, ანუ ამომრჩეველი წინასაარჩევნო პროცესების მიხედვით იქმნის შტაბ-ეჭვდებას პოლიტიკურ გაერთიანებებზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ამის მიხედვით აკეთებს შემდეგ არჩევანს და რა თქმა უნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ის დარღვევები და სტაფიქსირება და პრობლემები, რაც არსებობდა წინასაარჩევნო პერიოდში, ხო? საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შედეგებზე, რადგანაც ჩვენ ხშირად ხედავდით, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით ქართულ ოცნებას არ ჰქონდა ხოლმე საშუალება განახორციელებინა პარტიისთვის საჭირო ქმედებები, ანუ ხალხამდე მიეტანა თავისი მესიჯები, ასე ვთქვათ, პროგრამა, რადგანაც იყო რიგი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიდა მას ამაში და არა მარტო ამ გაერთიანებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასაარჩევნო პროცესებს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს ასევე ზოგადად შედეგებზე არჩევნებისა. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხებს ლევან ნატროშვილი საუბრობდა მაშასე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა და არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო. ეს არის საკითხები, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აქცენტები გააკეთა.